დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დანდალველი, კერძოდ გორგიულში მცხოვრები ქალბატონი თინა ქათამაძე, ღვაწლმოსილი ადამიანი, მართლაც ეროდირებული ადამიანი, პრინციპული ადამიანი, პედაგოგი, რა ვიცი, ყველაფერს მივალთ გავიცნობთ და ნახოთ რა იგი გვექნება შეხვედრა. ირაკლი! 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 გამარჯობათ, ბებო, გამარჯობათ. წლეთა გაგიმარჯოს. ოჩა. სულ გამარჯობა ყოფილიყო თქვენი თანამგზავრი. იცოცხლე ბებო, შემოვედი მაშინ. ბოიროს მომძა. როგორ ბრძანდებით, როგორ? მადლობა ღმერთს, მადლობა. კიდევ მადლობელი ვარ. ბებო, თქვენამდეც მოვახციე მე ასაკოვანებ დანდალოს ასაკოვან ადამიანებს ასე ტელეფონით ვიღებ და მე ვაცნობ, განა გიცნობენ, მაგრამ უფრო კარგად ვაცნობ, ვისაც არ უნახავთ, აგე ტელეფონში ნახავენ და მოგეფერებიან, მოგესიყვავლებიან. ჩემი ხალხი, ჩემი საზოგადოება. ალბათ შვილები გეტყოდენ რომ ასე დანდალოს ასაკოვანებს იღებენო აქაო და ვიცი და არ გინახია? მე რა ვიცი, ბევრი ცერემონია უნდა და კარგი, დამზადეთ მაშინ და განვაგზოთ ჩვენი გასაუბრება. ქალბატონო თინა, გისმენთ ბატონო. ჩემი ტრადიციული შეკითხვა ესეთია, რამდენი წლის ბრძანდებით? 91-ში ვარ. ოჩახ, ესე იგი, მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ დანდალოში ასეთი ასაკოვანები არიან და ყველა არიან მხნედ, ძლიერად და მაგრად და თქვენს ასე გამოიყურებით, ასე ლამაზად, ასე მშვენივრად. თოთხლედი. გამოიყურებით. ჩემი ასაკის ყოფილიყავით თქვენაც. გაიხარეთ და კიდევ დიდხანს ჯანმრთელად იყავით თქვენ ვიცი აბა. შვილებში და შვილიშვილებში. ქალბატონო თინა, რადგან 90 წლისა ბრძანდებით, შეგიძლია თუ არა რომ შენი ისტორია რომ მოგვიყვე. დაბადებიდან დღემდე რომ მოგვიყვე თქვენი წარსული, თქვენი ბავშვობა, თქვენი ყველაფერი, სად დაიბადეთ, რომელ სოფელში დაიბადეთ? მე ახლა გიპასუხოთ? აბარა. მე დავიბადე სულ შორეულ სოფელში. ჩისტიში, ნაღვარევში. ნაღვარევში. რამდენი დედმამიშვილი იყავით? როგორ? რამდენი დედმამიშვილი იყავით? რამდენი დედმამიშვილი? 5 დედმამიშვილი ვიყავით. 5 დედმამიშვილი იყავით, ხო? როგორი ცხოვრება გქონდათ? გლეხური ცხოვრება. ყველას მას ექონდა, აბარა მაშინ გაჭირვებაც იყო და ყველაფერი იყო, მაგრამ მე ბავშვობა როგორი ბავშვობა გქონდათ? ეს მოგვიყევი თუ შეიძლება? საწყარი ბავშვობა, სოფლური ბავშვობა, თიულური ბავშვობა, ახორი და საკონელი და მეტი რა. მებრალება ის პერიოდებში. როდის ისწავლეთ მე, როდის საშუალო რომ დაამთავრეთ? მე სასწავლებელში ჩააბარეთ, სადმე ისწავლეთ? ნაღვარევში დავამთავრე 8 წლიანი სკოლა. მე იქიდან განვაგრძე შუახევში ვიყავი, პირველი 1 წელი შუახევში ვისწავლე, არ იყო მაშინ ჭუანაშის საშუალო სკოლა. მე ჭუანაში გაიხსნა და ჭუანაში გადმოვიდა, ჭუანაში დავამთავრე საშუალო სკოლა. საშუალო სკოლა დაამთავრეთ, მე კიდე სადმე ისწავლეთ? მე საშუალო დავამთავრე, მე უმაღლესში წავედი. უმაღლესში ისწავლეთ. რამდენი ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი. ოჩა.
როგორი სტუდენტობა გქონდათ? როგორი სტუდენტობა გქონდათ? ძალიან კარგი. წარმატებული სტუდენტობა მქონდა და იქიდან დაწყებული პირდაპირ რომ დამთავრდა უმაღლესი რომ დავამთავრე პირდაპირ სკოლის დირექტორად გიმიშვეს ნაღვარევში. ყოჩა, ხედავ. იქიდან სასწავლო წელი დამთავრდა უმაღლესში და იქ განმავლდა სასწავლო წელი ნაღვარევში. რამდენი წელი იყავით დირექტორად? 6 წელი. 6 წელი ნაღვარევში იყავით დირექტორად. ყოჩა თქვენ. აი ნახე, რა ინტელიგენტი ხალი ბრძანებულა თავის დროზე. გამოცდილი ვიყავი, სტუდენტობიდან ვიყავი და მე იმაშობოდი. განათლების განყოფილებამ გამოცდილი მასწავლებელი გამატარა, რომ ცხრილი შემეძგინა, სასწავლო ცხრილი, ყველაფერი დავითებული სამუშაოების შემესრულებია, გამოცდილი მასწავლებელი გამატარა, მაგრამ მე უკვე ერთი წელში უკვე ალღო ეუღები მე აღარ მინდოდა. ყოჩა თქვენ, ყოჩა. კიდევ რა შეგიძლია გაიხსენო შენი ახალგაზრდობიდან, შენი ბავშვობიდან? რას გაიხსენებ შენი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან? რას გავიხსენებდი? იქ არისო იმდენი წარმატებული რაღაცა, რომ რაღაცა აღსანიშნავი ყოფილიყო სოფლური ცხოვრება და ეს სკოლა და მუშაობა და ეს არ ვიცი აღარაფერი. ახლა ერთ რაღაცას გეტყვით კიდევ. აქ დანდალოში საიდან მოხვდით? ვიცი მედიცინა. მაინც? გავიცანით ერთმანები და? დავით ბიძია ამის ახალგაზრდებმა გავიცანით ერთმანები და მე მოწვა საქმე. სვენერს და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ქალბატონი თინას მეუღლე იყო დავით ბერიძე. იგი იყო პოლიციის უფროსი შვახევის და კიდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და ალბათ იქიდან გაიცეს ერთმანეთს, მაგრამ ნახოთ ერთი შევეკითხოთ კიდე საიდან მოხდა მათი გაცნობის და აქ მოხვედრის ურთიერთობები. სად გაიცანით, სადა? შვახევში გაიცანით. მოგვიყევით პატარა მაისტორიაცა. ვიცი. შევხვდით ერთმანეთს და ხელი ერთმანეთს მივეცით და პირობას მივეცით, რომ ჩვენ ვიცხოვრობდით ერთმანეთს. ხორცილით ყველაფრით ასე გათხოვდით. ქალბატონო თინა, მე რამდენადაც ვიცი, თქვენ კიდევ რაღაც თანამდებობებზე მუშაობდით. შვახევში თუ ხულოში თუ არ ვიცი, რაღაც თანამდებობებზე გიმუშავია. კი ბატონო, კი. სად მუშაობდით? მოგვიყევით აბა ესეც. ახლა იქ აღმასკომში მუშაობდი, იქ კოლეგა ვიყავი მათი დეპუტატობა სესიებს ვესწრებოდი შვახევში. სესია ჩატარდებოდა, რომ მე ვიყავი სესიას ვესწრებოდი, სიტყვაში გამოვდიოდი, ნაღვარევის მდგომარეობაზე ვიხილავდი საკითხებს, აგეთათ პროპაგანდას ვიხილავდით და აღმასკომის მუშაობაში ვიყავ ჩართული. დეპუტატი იყავით? დეპუტატი ვიყავ. რაიონული დეპუტატი ვიყავ. რაიონული დეპუტატი იყავით. ესე ღებულობდით აღმასკომში რაიონული დეპუტატი ვიყავ. ღებულობდით მონაწილეობას რაიონის აღშენებლობაში. რაიონულ მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდი. ძალიან დიდი ისტორია გქონიათ. შეგიძლიათ კიდევ თუ სადმე გიმუშავიათ, კიდე შეგიძლიათ მოგვიყვეთ, აბა? სად იმუშავეთ კიდევ თუ გახსენდება, აბა კიდევ თუ სადმე გიმუშავიათ კიდევ? ახლა ნაღვარევში რომ მუშაობდი, აქ რომ წამოვედი, ერთი წელი კიდევ იქ ვიმუშავე. იმიტომ რომ კანდიდატი არ ყავდნენ და სანამ კანდიდატი დამტკიცდებოდა, მანამდე ვმუშაობდი, ფეხით ავდიოდი ნაღვარევში. რამდენჯერ ფეხით ავსულ ვარ, რამდენჯერ ფეხით ჩამოვსულ ვარ და რამდენჯერ რაიონში შევსულ ვარ ფეხით სესიაზე ჩადებული. არ იყო ტრანსპორტი მაშინ, სადაც მოძრაობდა ტრანსპორტი დავით დროზე. კიდევ ერთ რაღაცას შეგეკითხებთ. 90 წლისა რომ ბრძანდებით, 90 წლისა. ასე ჯამთელად რომ ხარ. ეს საიდუმლოება გვასწავლეთ ჩვენ ახალგაზრდებსაც, რომ ასე
ჯამთელად ვიყოთ ჩვენაც. ახალგაზრდები ჯამთელად ვიყავი და თავის თავს უვლიდი და ქვეყანას უვლიდი და ქვეყანაში მონაწილეობას ღებულობდი. მართლაც აქტიური ვიყავი, მაგრამ ახლა სიმბელები შემომელია და ესე იგი ჯანსაღი ცხოვრობდით, ფეხით დადიოდით, შრომობდით. ფეხით აქედან რომ წევდოდი, პირდაპირ ნაუარებს შევდოდი დღით. კარგით, აქეთ რომ გამოთხოვდით, რამდენი შვილი ხავთ? რამდენი შვილი შეგეძინათ? აქედან შემეძინა 5 შვილი. 5 შვილი შემეძინა. გოგოს უმაღლე ერთი მერიში მყავს, ერთი გოგო სკოლის მოსწინავე მასწავლებელია. მეორე ექთანია, მესამე ექთანი ხომ არა, ის ერთი გოგო ავატყობი გამიხდა, ასთმა შეეყარა და გარდამეცვალა. 4 შვილი სახელზე მყავს. ძალიან კარგით. რამდენი შვილი ხავთ, აბა? 11 შვილი-შვილიდან, იქიდან შვილთა შვილი 13. ყოჩა, გიმრავლოს ღმერთმა ერთიასად. ბედნიერი ბებია და ბედნიერი ქალი ბრძანდებით. ბედნიერი მეთვითონ აღარ გავარ. როსკი არ გავხართ კერა ისეთი. გამომავლობა კარგი მყავს. ყოჩა, ყოჩა, ღმერთმა გიმრავლოს. აი, ნამდვილად ბედნიერი დედა ბრძანდებით. ბედნიერია, ნამდვილად ბედნიერია. სხვა აქაც მასწავლებლად მუშაობდი რომ გამოთხოვდი, ხო? როგორ? აქაც რომ გამოთხოვდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდით, ხო აქაც? სადაც სწავლიდით? აქ მუშაობდი. ჯერეთი აქ დაწყებით სკოლაში მუშაობდი აქ. ბავშვები რომ წრილი მყავდა, რომ შორეთ ვერ მივდიოდი. ახორში შემთავაზდა იმანა განათლების სამინისტრო, რომ ახორში დირექტორად მუშაობა, მაგრამ ქმარმა არ გამიშვა, რომ ბავშვები მოხედე და ადგილზე იყავი და ბავშვების ყურადღებაში იყავი. ესე იგი, ხალბატონო თინა, თქვენ რამდენი წლის სტაჟი გაქვთ მუშაობისას, რომ ასწავლიდით? ამ სკოლაში რამდენი წლის სტაჟი გაქვთ? რამდენი წელი ასწავლეთ? პედაგოგიური მოღვაწეობის რამდენი წლის სტაჟი გაქვთ? პედაგოგიური მუშაობის მეკრება 50 წელი. 50 წელი. 50 წელი. იმიტომ რა ვარსკი დაშორდა უმაღლესი დავამთავრდა სკოლაში შევედი, იმის მერე სკოლაში მუშაობდი სულს. ოჩახ. და კარგად და რაბაზად და ესე გამოიყურება, ნახე რა სათნო ხალბატონი ბრძანდება. კიდევ რას გვეტყვი? ახლა მაშინ ასეთ შეკითხვას დაგისვამ. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო. რომელი რა დრო იყო შენთვის ყველაზე ბედნიერი დრო? კარგი დრო. ჩემი სკოლის, ჩემი მუშაობისა და ჩემი ცხოვრების ბედნიერი წლები, რა ვარსკი სკოლაში შევყე თავი და დევსწყე მუშაობა იქიდან რომ ბედნიერება დაიწყო, დამთავრდა 96 წელში და დამთავრდა ჩემი ბედნიერებაც. ესე იგი თქვენ მოწოდებით ყოფილხართ პედაგოგი და მოწოდებით მე ვიყავი მასწავლებელი, მე ვიყავი მუშაკი, მე ვიყავი საზოგადო მოღვაწე, პროპაგანდისტი, აგიტატორი და ოჩა. ეს პერიოდები ყველაფერი ჩემთვის საინტერესოა. ოჩა ხალბატონო თინა. ხალბატონო თინა. თქვენი ახალგაზრდები შვილიშვილები სად მოღვაწეობენ, სადა? ახალგაზრდა შვილიშვილები როგორც მისი ბაბუა პოლიციის მოწოდებული ადამიანი, მისი შვილიშვილებიც იმ გზად ადგარან. მუშაობენ პოლიციაში, აგრძელებენ მუშაობას, მამამისის ბაბუას მიხვევიან და თავიანთ მოღვაწეობით სახერხსა და დიდებას ოჩახ, და ბაბუას ყავს გაყრნენ შვილიშვილებმაც. ოჩახ. ახლა ასეთ შეკითხვას დაგისვამ, როგორც პედაგოგი, მოწოდებით პედაგოგი ბრძანდებით. როგორ მოგწონს დღევანდელი ახალგაზრდობა? ძნელია თქმა, ძალიან. რატომ? დღევანდელი ახალგაზრდობაზე თქმა რატომ არის? დღევანდელი
ჩვენი ასაკის პერიოდის ადამიანები ახალგაზრდები ყველა მოსწოდებული ვიყავით რომ გვესწავლა. მე ახლა ასწავლობენ. მოსწოდებული ვიყავით, ყველა დაინტერესებული ვიყავით. ყველას გვინდოდა რომ რაღაც მონაწილეობა მიგმეყო ქვეყნის მუშაობაში და ახალგაზრდები, ახალამდელი ახალგაზრდები ცოტა არ იყოს მიშვებული. რატომ ახალგაზრდები ახალგაზრდები სწავლობენ? სწავლობენ, მაგრამ ისეთი მისტრაფება არ არის, ისეთი სიტყველი არ არის რომ ჩვენი დროის პერიოდი რომ იყო. თქვენი მასე გონია თუ არა არის? არის. ქალბატონო თინა, მე თქვენსავით გაღმა სოფელში ასე თქვენსავით ასაკოვანები გადაღებულები მაქვს და ასაკოვანი ადამიანები 17-მდე და მე არ მგონია არც ტრაბახობ, არც იმაშობი რომ მე არ მგონია რომ ჩემი ასაკის 90 წლის ქალს იმდენი მუშაობა და იმდენი საქმე გაკეთებული მაქვს, რომელიც არ შეიძლება არც 90 წლიანებს. ევრი აქტიური მოვა. ყველა მე ვიჩაწერილი მყავს, ყველა არის ასე აქტიური ჯანზე და ენერგიული და შრომელები და რა ვიცი, ყველა ასეთები ხართ და თქვენი ასაკის ადამიანებს რას უსურვებ? ვინც არიან თქვენი ასაკის ზევით, თქვენი ასაკის ჩემი ასაკის ახალგაზრდების რაც გონი პირდაპირ წამოსული იყოს შრომისაკენ, დამსახურებისაკენ, მუშაობისაკენ, სახელმწიფო მოღვაწეობისაკენ, ქვეყნის სიკეთისაკენ და ასე უნდა შესრულდეს ყველა ახალგაზრდის მომავალი. ქალბატონო თინა, მე ახლა ამ კადრებს ვიღებ და მართლა სიამოვნებს რომ ასეთი ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ ყავთ ისეთი შვილიშვილი, რომელიც მართლა იღებს თქვენისთანა ასაკოვან ადამიანებზე აკეთებს რეპორტაჟებს. მე იმას ვერ მივეტრები, ვერ მივალახავს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ თქვენ ასეთი ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანი, კარგი რესპონდენტი ბრძანდებით და რა ვიცი, მართლაც ესეთი ადამიანი ხართ. ჩემი მომავალი რევანდრამდე ბედნიერი იყო და ახლა აქედანაც მოწოდებული ბედნიერების მიზით იქიცინა. ქალბატონო თინა, თქვათ დრო დავაბრუნეთ უკან. დრო. შენი დრო დავაბრუნოთ უკან და ჩამოვიყვანოთ 25 წლამდე. 25 წლის არ ვიყო. რას გააკეთებდი? ის ენერგია, რაც მქონდა მე 25 წლის პერიოდში, ის ენერგია რომ მქონდა, რომ ახლა დამიბრუნდეს. ისეთი აღმატებით წავალ იქ სამსახურში და საქმეზე, როგორც მაშინ იყო. მაინც რას გააკეთებდი? რა გინდა რომ გააკეთო? ქვეყნის ბედნიერება, ქვეყნის მეურნეობა, ცოტა მეურნეობა, სოფლის მეურნეობები, ცოტა მოშლილია, საზოგადოება დაწლილია, სოფლები დაწლილია. იმას ყველას მუსვამდი და სოფელში გამოვიყვანდი. კოჩა, მე რომ უფროსი ვიყო, ვინც სახლები დატოვა და სათოდავად ყავდა დატოვებული, იმას ყველას ამოუპირებდი და უკან დავაბრუნებდი და შრომაში ჩავაბარდი. აი სახელმწიფო მოღვაწე ნახე რა შეჯავს. ესე უმუშავია თავის დროზე უმუშავია ასეთ სტრუქტურებში და ყველაფერი იცის თუ რა სად როგორ უნდა გაკეთდეს პედაგოგობაც, სახელმწიფო მოღვაწეობაც და ქვეყნის მნიშვნელობაც. სხვა კიდევ რისი თქმა გინდა საერთოდ რა გინდა რომ თელს შენ სოფლელებს უთხრა რაღაცა გააგებინო ან რაღაცა თხოვო ან რა ვიცი მიმართო რაფერ გინდა რომ მიმართო ახლა შენს თქვა სოფლელებს დანდარბელებს და არა მარტო დანდარბელებს ვინმეს გინდა საქმელი ბევრია გენაცვალი საქმელი გასაკეთებელი შრომის უნარიანები, ახალგაზრდები აღთვალებული არიან, მოდიან წინ და მე ვუსურვებდი ჩემს სოფლელებს, ჩემს ქვეყანას, რომ ისეთი ენერგიულები იყვნენ და ისეთი წარმატებული იყვნენ და ისეთი დაინტერესებული იყვნენ ქვეყნის ბედით, როგორც მე ვიყავ. ამინ, ასე იყოს. ქალბატონო თინა, მაშინ მივიყვანოთ ეს პატარა სიუჟეტი ფინიშამდე.
დავამთავროს ეს პატარა სიუჟეტი ფინიშამდე, მე მინდა შენ გისურვო ხნეობა, ჯანმრთელობა, დიდხან სიცოცხლე, თქვენი შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების ვერდით იყავი. ჩემი ნაკანი, ჩემი მომავალი, ჩემი ახალი გაზრდობა, რომლებიც თვალებამთებული არიან ცხოვრებისთვის ღმერთმა ბუნებამდე ქვეყნიანებამ ჩემი წარმატებით იგი გადაიყვანოს ყველე. ამინ. ასეთი ჩვენ ის დავდოთ ახლა პირობა დავდოთ 1-2-სთან. 90-ისა ბრძანდებით, 91-ში გადასული ბრძანდებით. დრო ძალიან სწრაფად მიდის. აუცილებლად. 10 წელიც მალე გაივლის და 10 წლის მერე მე მოვალ და ჩვენ პატარა ასეთი კიდევ ჩანახატები გავაკეთოთ. ღმერთმა თქვენ შვილობით, კარგობით, სიკეთით გაბრძანოს და მომავალი გვიჩვენეს რა იქნება. ღმერთით ეს ასე იქნება და მოდი ასე ვისურვოთ და ასე იყოს. ვისურვებთ რომ ასე ყოფილიყოს, წარმატებული ყოფილიყოს. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.